ქუთაისელ თინეიჯერებს მსოფლიო პრემიერების საკუთარი ქალაქის კინოთეატრებში ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. ქუთაისი ისევ კინოთეატრის გარეშე რჩება. თუმცა ეს ხელსარუშლით მოზარდებს გაეცნონ ბევრ სიახლეს და ყავდეთ საკუთარი ფავორიტები კინოში, კონკრეტული ფილმების, პერსონაჟებისა თუ ჟანრების სახით. მე მომწონს საშინელებათა ჟანრის ფილმები, იმიტომ რომ უფრო მეტი ადრენალინი გამოიყოფა ყურების დროს და უფრო მეტი ინტერესს გვსვადებს. ფლეში, სუპერგოგონა, ლაბირინთში მორბენალი და ამ დროს უყურებს თითქმის ყველა თვითმკვლელთა რაზმს. კინოკომპანიები თინეიჯერებს დიდ არჩევანს თავაზობენ, თუმცა ამ არჩევანშიც შეინიშნება შეზღუდულობა. მაგალითად, ერთი და იგივე ისტორიის მრავალგზის გადათამაშება, მითი დაჩაგრულ ბიჭზე ან გოგონაზე, რომელსაც მერე სუპერუნარები აღმოაჩნდებათ. თქვათ, იგივე ადამიანიობა ვინ არის? ვინც რაღაც არც პოპულარული არ არის, ცოტა დაჩაგრული არის, უფრო უკან დახეული ტიპია და უცბად ამ ზებუნებრივი შესაძლებლობების შეძენის შედეგად ხდება გმირი. აი ესეც რაღაც ამერიკული ზღაპრის ალბათ გარკვეული ნაწილი არის. Nice sweater. ქუთაისელი თინეიჯერების საყვარელ ფილმებში მთავარი გმირები ძირითადად მათივე თანატოლებია, ყველა თინეიჯერისთვის ნაცნობი პრობლემებით. თუმცა ნაცნობ ამბებთან ერთად იდუმალი და შეუცნობიც თინეიჯერების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კინოში. ყოველთვის ხიბლავთ იდუმალება, რაღაცასთან შებრძოლების მომენტი და საბოლოო ჯამში გამარჯვების მომენტი. მოზარდების ფავორიტ ჟანრში გადაღებულ ფილმებში მოქმედება მიმდინარეობს როგორც პოსტ-აპოკალიფტურ გარემოში, ისე ფსევდოშუა საუკუნეების პერიოდში. პრაქტიკულად ეს ყველაფერი არის სათავგადასავლო ჟანრი ფენტეზის ელემენტებით. აი დაახლოებით ჟულ ვერნი ოღონდ 21 საუკუნეში და ჟულ ვერნის ჩვენს ვკითხულობდით. და ძალიან მოგწონდა კიდევაც და აი დღეს ახლა ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ალბათ ეს 21 საუკუნე სთავაზობს ახალ ჟულ ვერნს. ახალ ჟულ ვერნთან ერთად მოზარდებს კინოთავაზობს ახალ ჯეინ ოსტინსაც. შესაბამისად მელოდრამები თინეიჯერების რეიტინგში ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის ფილმებს ტოლს არ უდებს, რადგან სიყვარული პოსტ-აპოკალიფსის ჟამსაც ყველას უნდა.